ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 18 საათისთვის მონაცემები გამოაქვეყნა. Როგორია ბოლო ინფორმაცია CSKO-დან ჩვენი ჟურნალისტი ანა ბროლაძე გვეტყვის, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდდება. ანა, გისმენთ. საათ ნახევარი არის დარჩენილი კენჭისყრის დღის დასრულებამდე და ამის შემდეგ უკვე როდესაც დაიხურება უბნები შევიტყობთ საბოლოო მონაცემებსა და მაჩვენებლებს, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ სულ ცოტა ხნის წინ გაგვიზიარა 5 საათიანი მონაცემები და ამ დროისთვის 33.56% ამომრჩევლებისა, ანუ 1,175,817 მოქალაქე უკვე იმყოფებოდა უბნებზე და გააკეთა მან საკუთარი არჩევანი. თუ გადავხედავთ მაჩვენებლებს და აქტივობებს ოლქების მიხედვით, უნდა ითქვას, რომ თბილისი არის ყველაზე პასიური საარჩევნო ოლქი, იმის მიუხედავად, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი, სადაც მილიონზე მეტი ამომრჩეველი არის რეგისტრირებული. თბილისში მხოლოდ 273,929 მოქალაქე მისარგებლა საკუთარი კონსტიტუციური ხმის უფლებით და უბნების მიხედვით, ოლქების მიხედვით, ყველაზე აქტიური არის ჩუღურეთი. და ყველაზე პასიური არის გლდანი, რომელიც არის ასევე ერთ-ერთი დიდი ოლქი დედაქალაქში. რაც შეეხება რეგიონებს, აქაც კახეთი და შიდა ქართლი არის პასიური და ყველაზე აქტიური, სადაც ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა ამომრჩევლის მისვლისა 5 საათის მონაცემებით, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და გურია. დარღვევებს რაც შეეხება დღეს გვითხრა CSKO-s სპიკერმა ბოლო საინფორმაციო ბრიფინგზე, რომ უკვე შემაჯამებელი ბრიფინგისას ისაუბრებს იმ დარღვევებზე, თუ რამდენი საჩივარი არის დაწერილი მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში და ის გამოეხმაურა აპელირებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება თვითონ უშუალოდ გაჟონვის ფაქტებს და მარკერის გამოჟონვას ბიულეტენზე. მან ისაუბრა იმ დამატებით დამცავ მექანიზმებზე, რომელიც ამ შემთხვევაში CSKO სული პრაქტიკის და ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიიღო. ეს არის ჩარჩო კონვერტის გარდა დამცავი ჭრილის საფარი და კიდევ ერთხელ განმარტეს საარჩევნო ადმინისტრაციაში, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იყოს ცალკეული მარკერის გამოჟონვის შემთხვევები, ეს არანაირად არ ნიშნავს ხმის ფარულობის დარღვევას, ვინაიდან შეუძლებელია იმის იდენტიფიცირება, რომელმა მოქალაქემ, რომელი პარტიის, რომელი პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. საარჩევნო პროცესი ძირითადად 7 ვითარებაში პროცედურების დაცვით მიმდინარეობს, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო მნიშვნელოვანი დარღვევების არარსებობის ფონზე, ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მხრიდან ისმის სპეკულაციური შეფასებები თუ განცხადებები ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალთან დაკავშირებით. ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი მისი არსებობის შემთხვევაში არ ნიშნავს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, ვინაიდან შეუძლებელია ნების იდენტიფიცირება. ამასთანავე ბიულეტენი ხმის მთლელ აპარატში მოთავსებამდე საარჩევნო კაბინიდან ამომრჩეველს ჩარჩო კონვერტით გამოაქვს, რომელიც სრულად ფარავს ბიულეტენზე საარჩევნო სუბიექტების ჩამონათვალს და შესაბამისად მარკერის კვალს მისი არსებობის შემთხვევაში. იმ ფონზე, როცა გაჟონვის კვალი იმთავითვე არ წარმოადგენს დარღვევას, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ნების იდენტიფიცირება არის შეუძლებელი, ხედავთ საკითხის კვლავ სპეკულაციურად წამოჭრის მცდელობას. დარღვევები არის, მაგრამ ხელშესახები არ არის არაფერი. მიმდინარეობს პროცესი მშვიდად, საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, რომ კანონით დადგენილი ფუნქციები შეასრულონ, ხელი არ შეუსვამონ საარჩევნო კომისიას მუშაობაში. დღეს ყოველი ჩართვისას მაყურებელს ვუყვებით არა მხოლოდ დღევანდელი აქტივობის შესახებ, იმის გათვალისწინებით თუ რა ხდება ქუჩაში და ოპოზიციური სპექტრის ნაწილი იმყოფება ბოიკოტის რეჟიმში. დღევანდელ აქტივობას ვადარებთ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების აქტივობას და 5 საათის მონაცემები დაახლოებით ამგვარია, რომ წინა 4 წლის დროს, როდესაც მოქალაქეები ირჩევდნენ თვითმმართველი ქალაქების და თემების მერებსა და საკრებულოს წარმომადგენლებს, 5 საათის მონაცემებით 7% მაღალი იყო აქტივობა მაშინ რეგისტრირებული ამომრჩევლისა დღევანდელ დღესთან შედარებით, თუმცა ვნახოთ როგორი იქნება უკვე 8 საათიანი ოფიციალური მონაცემები ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში, როგორც აღნიშნე, შემდგომი ბრიფინგი უკვე დაგეგმილი არის 9-ის ნახევრისთვის, მას შემდეგ რაც 8 საათზე შეწყდება კენჭისყრის პროცესი, დასრულდება ხმის მიცემა, ამის შემდეგ CSKO უკვე დაიწყებს ხმების დათვლას და დაახლოებით 10 საათიდან 11 საათამდე პერიოდში იმის გათვალისწინებით, რომ ელექტრონული
სეზონულად მოხდება და უბნების უმეტესი ნაწილი სწორედ ახალი ტექნოლოგიებით უბნების უმეტეს ნაწილზე ახალი ტექნოლოგიებით ხდება ხმის მიცემა, გადმოგზავნა შედეგებისა შემაჯამებელი ოქმების იქნება უფრო მოკლე დროში, შესაბამისად პირველადი მონაცემებიც სწორედ დაახლოებით 10-დან 11 საათამდე პერიოდში გვეცოდინება. მადლობა, ცესკოდან პირდაპირ ეთერში ანა ბროლაძე საუბრობდა.